ჩვენ ვიწყებთ გადმოცემას, რომელსაც ქვია სამი და კო, ჩვენ ვართ სამი, ვართ კომპანია, ჩვენ ველოდებით პირველ დღესასწაულს, რომელსაც ქვია ადგომის დღესასწაული, ხუთშაბათს ვიქნებით ეთერში, პარასკევს დიდი გადაცემა არ იქნება, ორ შაბათსაც არ ვიქნებით ეთერში, სამშაბათს ვიქნებით. მომდევნო ორ შაბათზე სვეჟიანოსია. კი ბატონო და მართალია. ეს ყველაფერი ჩვენ კლავაც ვართ მცირედი შტაბ-ჭრილების ქვეშ, რომელიც გუშინ ბოლსონ მანდელა დაბოლილმა უსტრად დაბოლილი არა ბოლმა ხო დაბოლილი კიდე რაღაცას ნიშნავს რაღაც ინტენცია აქვს რა ბოლთან და უბრალოდ ბოლმა რომელთან არც აბოლებს აი ეს მათ ბოლმა ბოლის ეკომ გამოიწვია და ჩვენ რაღაცები და გავხსნით გუხათ შორის გუშინ იყო საგუშაგოს ამბავი განხილული ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ საზღვართან რომ სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზთან რომ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ ministru ბრძანდებოდა საუბრობთ ამაზე ბატონი პოლი და აღმართა ეს პოლიციური საგუშაგო რომელიც უცებ არსაიდან გაჩნდა ხო გამოიწვია ეს დიდი უნებათაღელვა ანუ გვემახსოვრება ალბათ ესკალაცია იყო ერთი ამბავი იყო ან მაგაში მე მაგ თემს აწევაში ეხმარებოდნენ ის სასაზღვრო რემბოები და მენაპირე ერისთავები რომ ხო კი რის შედეგაც მე რუსებმა სამი საგუშაგო დადგეს იქვე ლამის ჩორჩანას ტყე აიყვანეს კონტროლის ქვეშ ნუ გახარიას მაგ პერიოდის ნაბიჯებიდან რომელიც ნუ ბათუმს გავიხსენებთ თუ ბანკის სამბოს გავიხსენებთ ან ყველგან ხო ბევრი კითხვის ნიშანს აჩენდა მაგრამ ეს არის ალბათ ისეთი დღევანდელ კონტექსტში განსაკუთრებით ტრაგიკულად რომ ახდენ რეფლექსიას ამასთან დაკავშირებით რომ ხო ან ვიდეოში არაფერი პრობლემა ხო არ უნდა იყოს წესით რომ საგუშაგო გაკეთდა რა მაგრამ სად რა კონტექსტით იმას როგორ ინტერპრეტაციას ანიჭებს მე მტერი ანუ ეგ ყველაფერი ხო გასაანალიზებელია გასაანალიზებელია და არის ესეთი მოსაზრებაც რომ სპეციალურად იქნა გაკეთებული კი ბატონო ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ის მილიტარისტული შესაძლებლობა თუნდაც ადამიანური რესურსის ხრით თუნდაც შეიარაღების ხრით და ასე შემდეგ რუსეთს რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა მსგავსი ესკალაციის კი რა თქმა უნდა ძალიან ცოტა ამიტომ ჩვენს ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი იარაღი არის დიპლომატიურად მოქცევა სტრატეგიული მოთმინების განსაზღვრა გაანალიზება წინ და ხედული ნაბიჯების გადადგმა რისი საბოტაჟიც და საბოტაჟის ცდილობაც იყო რეალურად ახარიას ეგ გადაწყვეტილება და სწორი არის რომ ეგ ამის საუბარი დავბრუნდათ ის წესრიგში იმიტომ რომ მაგ პერიოდში ეგ არ იყო მხოლოდ ერთი რომელიც ძალიან დიდ რისკს ქმნიდა მთლიანად ქვეყანას ხო ეს იყო ადამიანი რომელზეც უფრო და უფრო ძლიერდება ეჭვი რომ იყო აგენტი ჩვეულებრივი რომელმაც მაგალითად წინა საარჩევნო პერიოდში სპეციალურად გააგზავნა უფრო მეტი ჯარიმა როცა სხვა პრაქტიკა არსებობს ადამიანი რომელიც სპეციალურად მოქმედებდა დივერსიული ქცევებით რომ ეს თავის აგენტურული ქცევა რაღაცა შეექმნა ესეთი პრობლემა კრიზისული მდგომარეობები და ხო რა თქმა უნდა გადადგომაც ეგრეთ წოდებული ეგ არის ხო რა თქმა უნდა გვაქვს ხა ნიკამელია რას ამბობს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხალხი უნდა დასრულდეს ჩემო კარგო სალომე ზურაბიშვილმა რა ანუ რას ელოდებით ზურაბიშვილისგან სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას რეალურად ზიდავს იმ პასუხისგებლობას თუ არა სიხალბე არ უნდა შეასახოს საზოგადოებას არ უნდა უწოდოს საკუთარ თავს ის რაც არ ხარ უნდა ვიტვითოთ ის პასუხისგებლობები ის ფუნქციები რისი ზიდვაც შეგვიძლია და შესრულებაც შეგვიძლია თუკი მიიღო გადაწყვეტილება იმ პლატფორმამ პარტიების მონაწილეობით დღეს ეს ჩემი საზრით სანახაობა არ შემდგარიყო ხო და რომელიმე პარტიამ სიტყვა გატეხა მაგალითად მაშინ ხალხო ზურაბიშვილმა გამოვიდეს და ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს მაგრამ ამიერიდან მოდი ესე კახაბერს მისვლას ავრალი ზურაბიშვილი ვინც არ აგავს კახაბერსა მას ვერ ვიტყვი კახაბერად ანუ ეს ადამიანია ხო ეს ხო შეიძლება ასე ვთქვათ რაღაც სხვა არ ვარ მელია ადამიანი მელია ხაბეპრო ამბობს
თავის დროზე ახლა არ მოგწონთ ისაფელია ბეტა. ახლა არ მოგწონთ ზურაბიშვილი შეიძლება ასე უთხრათ თავის დროზე დროშაზე ეწერა სხვათა შორის ეს არა მაგრამ ბევრი მისი თანამებრძოლი შეიწყალა და ვიცით ვინ შეიწყალა ძალიან კარგად მახსოვს აი აგენტების აგენტმა შეიძლება ასე ითქვას და უგუა კვარამია რა თქმა უნდა უგულავა კი ბატონო და როგორც ჩანს უკვე ყავლი გაზდის ზურაბიშვილს მაგრამ ზურაბიშვილს ყავს მეგობრებო ძალიან სერიოზული დამცველი ქართული პოლიტიკის მეტრი და 20 თამარ ჩერგოლეიშვილი რომელიც მელიას ესხმის უკვე თავს იმიტომ რომ მელია ესხმის თავს ზურაბიშვილს გაუშვით თუ შეიძლება ჩემთვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარი არის ეს რაღაცა გიჟური თავდასხმები ზურაბიშვილის პროცესზე და მელია გამოირჩევა ამ ხრივ როგორც ჩანს იდენტობის კრიზისი აქვს და სალომე ზურაბიშვილისთვის წიხლების რთმაში ხედავს საკუთარ ემას რა ქვია რაღაც იდენტობას ანუ მელიას მოახერხა შეთანხმება იმ თემებზე რასაც პირობა დაყენებს ანუ აი ლელოსთან შეთანხმდა რომელიმე სხვა პარტიასთან შეთანხმდა და სალომე ზურაბიშვილმა ხელი შეუშალა რაში უშლის სალომე ზურაბიშვილის ხელს მელიას რომ რამე გააკეთოს მასზე უკეთესად რავი ნუ ეს არის ქარიშხალი ჭიქაში მეგობრებო ეს არის მზეძალთა დაპირისპირება ერთმანეთს კაცო ჩვენ მზეძალთა როგორ ამბობ მზეძალთა დაპირისპირება ორივე მხარე სადაც ორივე მხარე მზეა და ორივე მხარე მზეა მზე არის ეგ ამოცანის მოცემულობაშივე ჩანს მაგრამ ერთი საინტერესო თვისება ის აქვს რომ ორივე მხარე მართალია ორივე მხარის დამარცხება და გამარჯვება გიყარია პოპკორნი გაქვს მომარჯვებული და უკვე. ხო, ეხლა მე უნდა გავუშვა. სანამ ბიჭო, სანამ წლის ბოლოს საბოლოო დაიკრძალებიან, მანამდე შეუძლიათ იბაიდონ. კი ბატონო, ნაბიჭრობა უნდა გავუშვა ძალიან დიდი ბოდიში. პასტარდობა? არა, ხანდახან მეც ვფიქრობ, რომ ოჯახთან ერთად უყურებს ხალხი, უფროსი ხალხი უყურებს და არ უნდა ნაკლებად ცენზურული სიტყვები არ უნდა თქვა, მაგრამ მე უნდა გავუშვა აი ამ ხო ვეძახდით ნახევართხოვნით კი არა სერიოზულად პიდეკატოს ეს არის ნაბიჯვარი ლევან ხაბეიშვილი და რატო აი დავუშვით ნახოთ აბა არ მინახავ თიას თუ შვილი ყავდა გაეღვიძება ღამე ეს პრობლემა აი ძალიან სწორი იყო ვენაცვალე ყველა ადამიანს და ყოჩა მათ გამბედაობას რომ აი ესე წულუკიანთან მივიდნენ გომელაური არ უნდა ეძინოს გომელაური არ უნდა ეძინოს εμას რა ქვია გაჩერეთ ეხლა ნამედანი გაბლატავებული არის ეს და ეხლა ვინმე რომ არ მინდა ხა ეს იგივეთი არ დაუბრუნოთ შვილი და მეუღლე და ოჯახის წევრი მაგრამ ნუ ეს ხო წმინდა წყლის ნაცვლი ნაბიჯრობა რა მართლა ანუ ჩერგოლეიშვილიც კი ჩერგოლეიშვილი მან თქვა რომ მცირეწლოვანი შვილი ყავს ჩვენ ვიცნობთ ეს ძალიან კარგად და ოჯახსაც ვიცნობთ და გვაქვს სიახლოვე და თიაც არ არის აქ თავარი ჩვენი ტერიც რომ იყოს და მცირეწლოვანი შვილი რო ყავდეს რას ნიშნავს ამორალობის ხარისხი ხო ანუ იავნანით ანუ სიმღერით გავაღვიძეთ ბავშვი რომელზეც გვიწევს სამწუხაროდ რო ვლაპარაკობთ იმიტომ რომ ეგეთი ოპოზიცია ყავს აღნიშნე ეგ და დროებით მაგრამ წლის ბოლომდე მოგვიწევს ისევ რომ პოლიტიკურ სპექტრზე ამათ უყუროთ და ავიტანოთ მაგრამ ყოველთვის რაღაც ქმედებას თავის უკუქმედება აქვს და გაბლატავებულ ხაბეიშვილს სადღაც რომ მოუწევს მე საკუთარ ქცევაზე და სიტყვაზე რომელზეც არასოდეს პასუხისმგებელი არ ყოფილა და ამ ქვისხანის პერიოდის არსებას ვერც ექნება ალბათ გაცნობიერებული მიზეზშედეგობრიობის კავშირი ერთმანეთთან სადღაც რომ მოუწევს მე როგორც ჩვევია ხოლმე ატირდება ისე და დაარქმევს რომ რაღაც რეპრესიებში მოყვან ასე ხო ანუ მსგავსი ამორალობა რაც ეხება მცირეწლოვან შვილებზე საუბარს ნუ აქ მეუღლეზე აღარ ვლაპარაკობ ხო ნუ გამბედაობა რა არის ერთი წუთი აი ამ მართლა ნაბიჯვას ბოდიში ამას რომ მაგრამ ნაბიჯვის გარდა ვერაფერს ვერ უწოდებთ ქალთან ღამე რომ მივლენ ნებისმიერ ოჯახში ოჯახთან კარებთან ვიღაცა უძდელი გოგოები რომ მივლენ ყვირილს დაიწყებენ და მცირეწლოვან ბავშვს გააღვიძებენ გიჟი გოგოები აბსოლუტურად შეშლილი გადარეული ვიღაცეები ეს არის გამბედაობა და მხოლოდ იმიტომ არ იცემენ რომ გოგოები იყვნენ რა და მეზობლები გამოვიდნენ და მეზობელი გამოვიდა და შეუძლოდ მყავს შვილიო და გაჩერდითო მე მაქვს ეს კაცი ეხებზე არ კიდია და არ გაჩერდა მეზობელი შორიდან მოვიდა ხო მე მგონი არ ვიცი ახლა ასაკძალი კი არა გასაწყებლები არიან ასაკძალის გარდა რა
აი ეს გოგი ჩაიშვილის და გავუშვათ კამათი. რატო? ნახი მაგრამ დიდი არაფერი. თქვენ დღეს უთხუზი ხო არ გავუშვათ? დღეს გავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე მშვიდობიან აქციას შეეძახიან. ერთ-ერთმა დასახელმო პოლიციელმა დღეს თვალი დაკარგა. და ეს რომდის ეს აი მშვიდობიანი აქციების დროს, როდესაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ მომხდარა და არავის პროტესტის მხრიდან ძალადობრივი ქმედება არ ჩაუდენია და დამიზნებით არ უსვრიათ და მოლოტოვები არ გაუკეთებიათ და ასე შემდეგ. ანუ ადამიანმა დაკარგა თვალი და ამ მომენტამდე არც ერთ ოპოზიციურ მედიას დაწყებული რადიო თავისუფლება, პუბლიკა, ტევ პირველი, ну თავარი აღარა, მაგრამ რაღაცეები ხო აქვს დარჩენ Facebook-ზე მაინც ხო არიან, ფორმულა, ვინ არიან კიდე, ანუ ვაფშე ვინც კი არის მთელი ეს სპექტრი, ანუ გაკვრითაც კი არ სადარხსებია ადამიანი არ არის. რასაკვირველია ხო ანუ მან ხო მორალი აღარ პულსირებს. ანუ ადამიანები რომლებიც რაღაც მაღალი მორალური პედესტალიდან გელაპარაკებენ აბსოლუტურად ყველაფერზე, იქ ივიწყებენ ყველაფერს რაც მორალთან, ეთიკასთან, ჰუმანურობასთან, სისწორესთან, სიმართლესთანაა დაკავშირებული, როგორც კი ოპონენტზე დგება საუბარი. კი ბატონო. მოდი ლევან ბუთხუზი იყო ესეთი და არის ესეთი ადამიანი. ნახავთ ვინც არის ის ცნობილი აქტივისტია, აბა გავუშვით. მოქალაქეებმა ვანახეთ ერთიანობა, ეს სამ კოალიციას ცოტა უჭირს, რადგან მე ჩემი კონკრეტული პრეტენზია მაქვს, სულ არის ლაპარაკი კოორდინაციაზე, მე ისე ახალი ეტაპის არავითარი მე ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ, ეს გიორგი ვაშაძე საუბრობდა სპატაშორის. შეიძლება არა, მაგ შემთხვევაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი ვაშაძე ზეთანხმები, შეიძლება რაღაც ახალი ეტაპია დასაწყები, მაგრამ მე ლევან გიორგი ვაშაძეს რო მეტი რანაირად უნდა მოხდეს, მეტი რა უნდა კაისაციტირო ადამიანი რო ამას მაშინაც მითხარი, აი შენ რა სიტყვა რა გინდა ერთიანობის გარდა კონკრეტულ რა ნაბიჯებზე მოქმედება გარდა არავითარი გარდა მე ვიყავი ის ადამიანი რომელიც პირველივე არჩევნებამდე ვითხოვდი საერთო სიას და ყველა მეუბნებოდა რომ საერთო სია არ გამოვა ხო ეს უკრაინის ფორმა კი არაცია ერთ-ერთი რუსული მობილური კომპანიის ფერებია და ბუთხუზირი არის საინტერესო რაღაც ჟურნალი იყო National Geographic და იმის წარმომადგენელი იყო საქართველოში ახლა ესეც არ არის გახსოვთ ეგეთი ჟურნალი კი ბატონო და ყოველთვის გამოირჩეოდა იმით რომ ხანდახან გაუსხავდა ხოლმე უხრუჭი და ესეთი გალიმინაცია რა არა გალიმინაციის გარდა ისტერიულია და სიგიჟებს ამბობს და ეხა არ ჯერა თურმე ბერდია სიჭინავა ვინ არის მეგობრებო კი არ ვიცი ბერდია სიჭინავა იცი ვინა ვინ აი რა დღე დადგა რომ მე ვიცი და თქვენ არის აბა გახარიას რო ტიპი მიყვადა 6 საათის განმავლობაში ხმარო არა მოუღია პადმოგაზე რო წაიყვანა გახარია კომისიაზე ტიპთან ერთად თუ მივიდა რა მე და ბერდია მოვესო ბერდი 6 საათი იჯდა გაუშვათ აბა გვერდი არ უცვლია ხმა არა ნახოთ აბა ვინ არის პაროდისტი გახარიასი რა მიდი პროცესი რომელიც დაწყებულია ვერაფერი ვერ გააჩერებს ოცნების ხელისუფლება არის ამ ხანაში დამთავრებული შეუძლებელია ადამიანი შეაზიზღო თავი ისე ჯერ ცემო სისხლში აბანაო საკუთარი ახალგაზრდობა აი გასაგები აღარ არის საინტერესო ვაშაძე ამბობს მაგარ რაღაცას გავუშვით პაშკა ჩვენ მხარეს არის დიდი ძალა, ჩვენ ვართ უმრავლესობა. რეალობა ეს არის, სიმართლე ეს არის, მაგრამ გვაქვს ერთი საკითხი, ვართ გაფანტული, ანუ აი დაფანტულია ეს ძალები რა, არა მარტო პოლიტიკური ძალები. დღეს უკვე მხოლოდ პოლიტიკური ძალების გაერთიანება არ არის საკმარისი. აქ უნდა იყოს პოლიტიკურ, საზოგადოებრივი, საპროტესტო, სხვადასხვა ჯგუფები, ყველას კონსოლიდაცია. და რა არის ამოცანა? ჩვენ უნდა დავიწყოთ რაღაცა საერთო საქმის კეთება, იმისათვის რომ ჩვენი ძალების კონსოლიდაცია მოხდეს და დავინახოთ ვენდოთ ერთმანეთს საქმეს. რადონის იუმორი უნდა გქონდეს. თვარეზე ტუალეტის შენება. დაახლოებით აი ესეთი გაზის კანტორის კაცები და რაღაცა კაპიტანი რაღაცა დახმაგიდო. მე აფიტყვა. როგორც ყოველთვის გეხმარება. აი მოდი გავიხალისოთ ეხა დღევანდელი საღამო და ვინ არის ჩვენი გამხალისებელი? მანდუსე და მე გიტარე?
კაი, გაჩეთ. გრიგოლ გეგელია. რომ მანდუცე არ არის თუ მეკიდარე, ისე მითხარი. აბა გრიგოლ გეგელია. გავუშვით. ლეგიტიმურობის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში ეხება 2024 წლის 26 ოქტომბერს ეს მართლა კაპიტანი დახმარებული არჩევის შედეგად მიღებულ პოლიტიკურ ხელისუფლებას და მის გადაწყვეტილებებს, მათი ლეგიტიმურობის არ აღიარებას და ამ ყველაფრის ერთქვეშ დაყენებას. ჩვენ საუბარი იმაზე, სახელმწიფოს საერთოდ აღარ ვცნობს. გრიგოლ გეგელია რომ იმუქრებოდა რამე სახელმწიფო, რომელიც ალბათ გრიგოლ გეგელიას აზრები უბრალოდ არ გაუშვათ ხოლმე რა, რომ იმუქრება ფავორიტი გეგელია მაშინ არის რა. ბუჩიყო მაშინ. არა, ეს გრიგოლ გეგელიას ნუ დავტოვებთ ყურადღებას. არა. მე ვერ მოусმინე. დამუქრების გარეშე მართლა რამე გიგეთ? მე ვერ მოусმინე. მე ნუ წავიკითხე მაგრამ დეგენერატობა. ბუჩიყო არა წავიკითხავ მე ვინ არის რომელიც გავიდა მოусმინე ვერ გავიდა ყველაფრიდან გავიდა უტაბიჭმა და ყურვა ბუჩა კიდე მესამე იყო რომელიც კაცი არც კუტა და არც ბუჩიყო ხო და არც ბუჩიყო არ არის და ნუ გირჩი დატოვეს მარტო მაგრამ ჩვენ ვიცით მარტო ეს ორი ბუჩიყო არ არის კარგი სურათი საბოლოო ჯამში, მაგრამ პროტესტზე ამას დიდი ნეგატიური გავლენის მოხდენა ჩემი აზრით არ შეუძლია, რადგან არ არსებობს არც ერთი პოლიტიკოსი ცალკეღებული ან პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც შეუძლია, რომ ეს პროტესტი ან ჩაახშოს, ან გააჩეროს, ან რაღაცა დიდად ნეგატიური გავლენა მოახდენოს. აი პოზიტიური გავლენას მოხდენა ჩემი აზრით შეუძლია ბევრს საკუთარი იდეით და მომდევნობით სამწუხარო ჯერ ეს ვერ ვნახეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვნახავთ. ხო, რა იდეებზე ლაპარაკობთ? არა, უყურე როგორ არის შესასრული პერიოდულობით პირაში ერთხელ მძლავრობს იდეა გაერთიანებისა. ბიჭო, აი კონტენტი არ არის კონტენტი რა მეგობრებო, აი მოდი პირდაპირ თქვათ რა, არ გამოდის ვერ ვხალისობთ, ვერ ვეწევით. რაღაცა არ გაჩერდება ხალხის მდინარეო? მაგის თქმა უნდა. ბიჭო, რაღაცა აი მოდი ცოტა რომ ვიდეოებით არ გაუშვათ. ძალიან ცუდ დღეში არის ეს შუა პოზიცია. მე ესე გაფარჩაკებული ამდენი ხანი. ანუ ისიც კი არ შეუძლია ამდენი ხანი რომ მივდიოდი, გადავიჭეხეთ. ანუ ისევ ის ნარატივი რომ რუსები, რუსეთი, რუსეთმა მესმის ეს შეკვეთა მოდის. ჩაედინა ამათ მდინარე კანალიზაციაში. არა, როგორ არის ხო? განა არ ყავს მოწინააღმდეგე ქართულ ოცნებას და განა ვიღაცებმა რა თქმა უნდა უამრავ ადამიანმა მისცა მართაც ამ ოპოზიციას ხმა. მაგრამ აი ის გზა რაც ამ აგენტებმა ერჩიეს აგენტების გზა ხო მიუღებელია თვითონ მათი ამომრჩევლისთვის. ეს ხო ცხადია. ელემენტარული ან კვლევაო ჩაატარონ ან საღაზს მოუხმონ რასაც ესენი აკეთებენ. აი ის სიგიჟე მაგალითად ის ჯენზიც აღარ არის. ეს გოგუები, ეს ალქაჯები შეიძლება ითქვას, ხო? როყირიან, ხო? ეს ალქაჯები ვის გამოხატავენ? ანუ როცა მანისიდან თბილისამდე 20 ლედი მაკბეც. არა. 20 ადამიანი გალუმპული ეს დმანისენი მეცხვარე ძაღლები რომ გაგიჟებულები, გაშტერებულები უყურებენ და რო არ დაგიჯეს გზაში. ან ცხოველთა ორგანიზაცია უნდა ჩართული უნდა, ხო? ამ ბავში. ბიჭო, აი ეს ხო სიგიჟია ხალხო. ანუ გზაში მოვიდოდა სოფლებშიც არ შეიარეს. სოფლებში არ შეიარეს. ცემდნენ იქ. მოე სოფლები დოის ქონდა მაგ დროს დაკავებული ზმაო. აი მაგალითად კონკურენცია მაღალია რეგიონებზე ხა იქ დოის გასტროლები, გამოსახანებლად წამოსულები. სიტყვა არის არ არის. სიტყვას რო იტყვის, ის სიტყვა რჩება კოლექტიურ მეხსიერებაში. დოი რო გვემუქრებდოთ რომ აი ხა ნახავ თეატრის ერთი ადგილია. დღეს რომელ რეგიონში იმყოფება ნეტა დოი? დოი დაასრულა. სად ახდენს რევოლუცია? აი ხა თქვენ ნახავთ თეატრს რა შეულიაო რა. საქართველოს ტური მორჩა დოისი? არა, ნუ ესეც ხო სიგიჟია. განცდა მართლა განცდა მაგ რომ მოსყიდულები არიან ესენი. ჭოლა რა შვება? რატო არ გინდა თქვენ რომ პასუხები მოვიპოვოთ ამ მნიშვნელოვან კითხვას? ჭოლა ფულს აკეთებს. ჭოლა იყო როგორ ყველაზე რაციონალური. არა, ჭოლა ხო გახსოვთ რაც თქვა. მეო კი ვარო გაფიცულიო, მაგრამ თან ფულს ვიღებ. არაფერი გაფიცული არ არის გაფიცული მუშაობს თეატრი. ხელფასიან გაფიცვაზე ვარო. მის თეატრი ხო, რაღაცა უცნაურ გაფიცვაზე. არა, ხარს უჭერო დოი ვაფშე ნუ დოიზ. სხვათა შორის მაინტერესებს ის თეატრი მუშაობს. და ლევან სამუში არ გვინდა? ხო და სანამ ლევან სამუშიას გაუშვებდი დისპეჩერი. მე მაინტერესებს თეატრში დადიან. აბა მითხარით მუშაობს ის თეატრი თუ არა, რაღაც თეატრი რო არის? ჭოლასი? მუსკომედია.
არის მუსკომედიაში არის სპექტაკლები? თუ გაფუძულია. მაგ თეატრში რომელია? ჯერჯერობით გაჩერებულია. არა, პოსტები არა, უნდა შეხვიდეთ ახლა აფიშაზე შედით. ტიკეტ G, მოდი გამომივიდა რეკლამა. კარგი, დისპეჩერი გავუშვით ლევან სამუშა. არა ღიარება ამ გაყალბებული პარლამენტის მანდატების დატოვება, იმ დაფინანსების დატოვება, ყველაფერზე უარის. აი თქვენ ახლა მე გესაუბრებით, მე პირადად ამ ეგრეთ წოდებული. ხო, მაგრამ ბიზნეს მაინც რჩება ძალაუფლება, ლევან. მე თქვენ ეს ყველაფერი კი ქენით, მაგრამ ვარი და როგორც ჩემა არა, ქენით, მაგრამ რა ეს არის ბრძოლა, ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ. დიახ, ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ და ამ ბრძოლას ამ შემთხვევაში ჭირდება როგორ გითხრათ, სწორი ნაბიჯების გადადგმა და არა ემოციური ნაბიჯების გადადგმა. სწორი ნაბიჯების გადადგმა და ამ სწორ ნაბიჯებს ჩვენ ყველა შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ვაკეთებთ და ვგავთ. ვართ შეუგუებლები, ვართ პრინციპულები და ამ პრინციპულობა მოიტან შედეგს დარწმუნებული. რაღაცნაირი დღე არის რა დღეს. არა, დღეზე არა. ვერ ვკაიფობ. გური არა, უყურე როგორ არის ეს გვესმის 1000-ჯერ უკვე ნათქვამი, გაიგე? არაფერი არ ხდება. ანუ მათ ნებისმიერ მომენტში, როცა უკვე ქაქში არიან პირთამდე, შეიძლება ოდნავ ამოყონ პირი და თქვა, რომ აი ჩვენ თაზე მწვერვალზე ვდგავართ. კი, რა თქმა უნდა და საბოლოო ჯამში გრძელდება უკვე დაუზურება. გადაიქცევა ხოლმე იმათ, რომ ბიძინა ივანიშვილს იმართავენ. ჩვენ ვერ გიგებთ შესაბამისად. მოდი რა ისე გააკეთე რომ წააგეთ და მე ჩვენ შემოვაქვს თამაში და გადმოგვაბარეთ ძალაუფლება. ეხლა მე ძალიან მეცინება რაზე რომ დუგინი რო რაღაცას იტყვის ჩვენზე რუსი პოლიტიკოსი რო რაღაცას იტყვის აფრიალებენ რომ აი ეს ხედავთ აგეგმებია. რო გაიგო რომ დუგინიც უნთქავს იკვებება რაღაცა იცი რამდენი დამთხევა არის ჩვენსა და დუგინს შორის შეიძლება ვინო დალია დუგინმა შეავსო. ახე გიგი უგულავა რა იმითი გამოვიდა დადგება ის მომენტი თუ არაფერი არ ხდება უცხოელებიც გვეტყვიან მიიღეთ ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. კაი გადააზღვის ესე იგი. თუ რა უნდა ხდებოდეს? ხო და მაშინ მეორე სკრით თუ ესენი იღებენ არჩევნებში მონაწილეობას პარლამენტში რატო არ შევიდნენ? იმიტომ კი ბატონო. ძალიან მაგარი ნიუსი ჩავაგდე. ლევან სარგიძე გაუშვათ და ეხლა. ლევან სარგიძე გაუშვათ. რამდენიმე დღით ადრე. გულბოს ჯუნიორი. გახარიაზე ლაპარაკობს. გაუშვათ. რამდენიმე დღით ადრე დეპუტატობაზე უარი ეს არ გამოვა. ქართული ოცნების ნარატივს არ მინდა რომ დავემთხვა, მაგრამ ეხლა თან დეპუტატი იყო, თან არ აღიარებდე, ეს მიუღებელი არის ჩემთვის პირადად. არა, შენთვის მიუღებელი არაზეა ბაზა. კაროჩე არ გვინდა რა პატარა გულბოზი, ძალიან მაგარი ნიუსი ჩავაგდე. აი ხუდი ეცვა. ხუთით ერთად. მოქალაქე გაუშვით შემა. ბრძოლა ხო ამათ ის არის. გაუშვით მხარე. ნახე რა მაგარი ნიუსია. ზაღლი მოიპარეს ბიჭო. აქციიდან გავიტაცეთ ეს სუგა. გაჩუქდა. ანუ ზაღლი მოტეხეს და გაყიდეს ბიჭო. მოდი მან სანახავია კორეაში ხوار გაჩუქდა ეს ზაღლი. ოუ ზაკაი ნიუს. იბატო. აქციიდან მოიპარეს. კარგი. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს. ხო. წინ მიდევს ჩამონათვალი ვინ მყავს ვის ვიდეოები ერდა. ვინ არის ბიჭო თაზო დათუნაშვილი? თაზო დათუნაშვილი. ეს არის ვინ არის დათო თაზონაშვილი რაღაცა? თაზო დათუნაშვილი. ლევო წევრი არის ძალიან მაგარი. ასო გაუშვი. დღეს ლევო პოზიციაში გახარდა პოზიციაში გახარდა და ჩემ აზრით პოლიტიკურად ყოველ გაუგებაში. ნახე რა მაგარი აპრავიან და ამბოლში. კი, მეტი რა უნდა იყოს. ანუ გახარე არის ყოველად გაუგებარ მდგომარეობაში ცოტა რამეზე ვთანხმდებით პარტიებიო. თაზო დათუნაშვილი ვთანხმდებით, მაგრამ გახარე არის ყოველად გაუგებარი სტუდიაო. და ამაზე ვთანხმდებით პარტიებიო. ხო, მაგრამ მაინც ვინ ჯანდაბა, ბიჭო, ანუ თაზო დათუნაშვილი. აი ხა, რატო არის? დათო თაზუნაშვილი. როდის გამოჩნდა? სად ნახეთ პირველად? დიდი ხანია. რამში მოიყვანა პოლიტიკაში? როდესაც შენ პარტიაში ხვდება, მე რამდენადაც ვიცი, ეს წავიდა ერთხელ. ბიჭო, პარტიაში ხვდება. ისე ლევოს მაგარი ფრიკებისადმი მიდრეკილება. საბაბუაძე. ის კუპრავა არა და მეორე. თაზო რო ხარ, დათუნაშვილი, რა ნამუსით შედიხარ მაგ კონკურენციაში? სხვათა შორის მეგობრებო, სხვათა შორის ეხა გამახსენდა. დათო მაინც იყოს თაზონაშვილი. ეხა გამახსენდა, ვინ არის რო იკითხე შენ, გამახსენდა ადამიანი, რომელიც არის დაკარგული და რომელიც არ მოგვიკითხავს და სირცხვილია.
კრევო სად არის? კრევო სად არის კი არა, მოიცა უმაგრესი, კაი გაგახსენდა. კრევოს რაღაც სტატუსი ჩამიგდა. არ არსებობს, კრევო გამქრალია, მეგობრებო, შენ როდინდელი სტატუსი ჩამიგდა. ახსოვს ოკეანოლოგიას თუ რაღაცას რო ხედავ, ხო დავდა აქ. გიორგი თავაძე ვინ არის? მიხამიკალი. ჩალაძე, გიორგი ჩალაძე. გიორგი ჩალაძე რომელია? ის არის გიორგი ჩალაძე. გიულევნა. ხათაჩორის გიულას მეფე. მიშას მამა, მამინა. ბატონი გიულის ქონებებზე დღეს ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს კომისიას. ძალიან საინტერესოდ. რა უნდა ჩალოს? ჯონდი ბაგათურიას ქონდა კაი კვლევა. ჩალსონმა გია ხუხაშვილიც საინტერესო რამეს ამბობს. გია ხუხაშვილი არ შეიძლება. არა, გაუშვათ. ბანოია რა. მე რა ცოტა ბანოი გამიშვია თუ რა. აზოდათუნაშვილს უშვებ საბაბუაძეს, ლევან ხაბიძის და გრიგოლ გეგელიას და იმაზე გაუშვათ. კი მაბრალები რო ეხა დახარეს და ყოველდღე მე გახარია დიდი ხანია არ მინახავს მე საერთოდ ოპოზიციური პარტიების ლიდერები 2-3 თვე არ მინახავს იმიტომ რომ ყველაზე გაბრაზებული პირდაპირ გეტყვით მადლობა გასაგებია გია ხუხაშვილი გაბრაზებულია ოპოზიციური პარტიის ლიდერები რატომ არის კრიზისში და რატო არა გვაქვს ვიდეო კი დავამთავროთ გადაცემას პრინციპში საკმარისი იყო გია ხუხაშვილი გაბრაზებულია შენ გაქვს თუ არა კრევო ვეძებ კრევოს არ მაქვს აი ისე გითხარი რა არის გია ბარამიძე ყავდა დაშიარებული და რას ამბობ და უნდა წავიკითხო მაგიტომ ციტირება იმიტომ რომ პერიფრაზირებით გაფუჭდება რა და ხელს ნუშლი ჩვენს ბედნიერებასო ნუ ჩვენ აგვაქვს ეკაბესელიას ძალიან დიდი სინქრონი მაგრამ ეკაბესელია ჩვენ არ გვინდა რა არა რა ეკაბესელია არის თინა ბოკუჩავა გავხშა და დავასრულე სამზარეულოს ომში იღებს ისო მონაწილეობას ალბათ მე ზოგადად რუსული ენის გამოყენებას ძალიან ვერიდები ხოლმე და შესაბამისად აქაც მოვერიდები, მაგრამ ბატონ გახარია საკმაოდ დიდი დრო აქვს გატარებული მოსკოვში და საკმაოდ სერიოზული კავშირები აქვს მოსკოვთან და ალბათ რუსული გამოთქმა ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ყველა საკუთარი თავით განსჯის, მოდით ამ ტერმინს გამოვიყენებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსულად მოგეხსენებათ და მაყურებელსაც ძალიან კარგად მოეხსენება, სხვაგვარად ჟღერს ეს გამოთქმა. Каждый судит меру своей испорченности. ალბათ ეს უნდა დაეთქვა, რომ ამდენი ხანი აპარატი. და რა პრობლემაა, რო თქვას? ბიჭო, აი ეს არის პერიფერია, ეს არის კოლონიალიზმი. ეს არის სოფლემობა. ბოდიში თუდაგებით თუდი პროვინციალიზმი. მოიმობის манифеסטי. ანუ ამდენი ხანი ბოდიში მოიხადა რაზე? ქართულად რო გადათარგმნა ძალიან და რა გადათარგმნა? არა ბიჭო ეს ისტერიულობა როგორ შეიძლება ამაში გავატარეთ ჩვენ რაღაც პერიოდი. Судит меру своей испорченности. Каждый судит по себе. ანუ არა აი ამ სისულელეში რო გავატარეთ. არა რა პრობლემაა რო თქვას რუსულად და მე გადათარგმნა. ოპა ვიპოვა. ჩააგდა. ეხლა აი კითხე ვაფშე. არა ჯობია რომ ვიზუალური რეპრეზენტაცია ქონდეს თან ფოტოსაც და ამბავი. ხო. ამ წამს რა არის ესეთი კაი უნდა იყოს ამ ხარ რო ველოდებოდ ანუ რითი ამაყობს კრევო კი ბატონო გაუშვით აი რით შეიძლება მოდი იმას თქვენ აი თქვენი მე ნანახი მაქვს რით შეიძლება ავაყობ და იმაში მოდი მეც ნახე შენ ხო და დედამისმა მოგწერა ხო და დავაი შენ უფრო გაუკეთებ ფსიქოანალიზს რით შეიძლება ამაყობდეს კრევო არა მაგ დედამის მოწერით და დედამის და იმით ნუჟჯით ხა შეცდომაში შეკავს არ გინდა არა ეს რაღაც სხვა წარმომავლობა აი ხო ხედავ შეცდომაში შეხვედი გავშვით შეიძლება ვა ბიჭო ვა ამას ვაფშე გაქცევია სხვათა შორის მე მგონი ეს პირველი სახელდება არის ნაცებს გამოუპატიურებლების მაგივრად როდესაც ვიღაცამ უწოდა გმირების პარტია ამას შეხედე როგორი ბრძოლები ქონია ანუ ეს მიშას ხელს უქნევს ისე რომ იღზაო თამინახა შემოჩნია პრეზიდენტო კრევოს ორი საქმეა გასაკეთებელი გმირების პარტია გასაძლიერებელი თავის გმირობით და ოკეანოლოგიის ცენტრი აქვს მოსაკრებებელი შავ ზღვაზე კი ყველაზე მეტად რაც არის ოკეანი არის ერთ-ერთი სამწუხაროდ არის შავი ზღვა რომელსაც ჯერ უნდა გაიაროს შავი ზღვა მერე მარმარილოს ზღვა მერე ხმელთაშუა ზღვა და მერე არის ოკეანე ну დაახლოებით იგივე ჯებირი არის რაც აქ კრევოს იქამდე მოსაღწევად ხო იქამდე მოსაღწევად რომ პოლიტიკურ სუბიექტად შედგეს კარგად ზანდებოდეთ ჩვენ ხვალ შეხვდებით ხვალამდე კარგად
ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს.